გამარჯობათ, მე ვარ დეივიდ ოთხიკა და ამ ვიდეოში გასწავლით თუ როგორ გავშიფროთ ნებისმიერი პაროლი და ამოვაგდოთ ჩვენს ბრაუზერში თუ რა თქმა უნდა ეს საიტი დაცული არ არის რაიმე CCP სერტიფიკატით. მოკლედ დავიწყოთ. მე ახლა გამოვიყენებ ოპერას, მაგრამ თითქოს ყველა ბრაუზერს ერთნაირად აქვს ეს. შევდივართ setting-ებში, მაღლა taskbar-ზე, შემდეგ setting-ებში და basic-იდან მესამე privacy and security. და აქ ჩამოვყვებით VPN autofill ესენი არ გვჭირდება და მარტო passwords. თუ ეს მონიშნული არ გაქვთ offer to save passwords I enter on the web, ანუ შემოთავაზება რომ დაიმახსოვროს პაროლები, როცა თქვენ ან მე შევად საიტზე უნდა აღნიშნოთ, სხვა შემთხვევაში პაროლები არ იქნება დამახსოვრებული და შეიძლება ვაჭერთ manage saved passwords. და აი როგორც ხედავთ, აქ ამოვაგდო ის საიტები, რომელსაც უსუფლებაც აქვს ოპერას. მაგრამ აი აქ საიტებზე თქვენ ხედავთ იმ საიტებს, რომლებიც დაცულია CCP სერტიფიკატებით და არ აქვს უფლება ოპერას დაიცვას. ალბათ ფიქრობთ ახლა რომ ეს არის ძალიან ცუდა საიტი, მაგრამ არა, ეს მე გავასწორებ სადღაც 2 საათის წინ და 2 საათის შემდეგ დაიმახსოვრა ISN, თორემ ეს მქონდა სადღაც 100-მდე იყო მგონი ეს გავსებული, ზუსტად არ მახსოვს, აი ეს step გავასწორებ. მოკლედ ამას არ აქვს მნიშვნელობა და დავიწყოთ. როგორც ხედავთ, აი აქ წერია show დავაჭერთ და აი აქ დებს აი ესეთ რამეს. To see opera storage passwords, please enter your computer password. ანუ თუ გვინდა ვნახოთ ჩვენ ოპერას დამახსოვრებული პაროლები, ჩვენ უნდა შევიყვანოთ, იქ გთხოვ შეყვანას ჩვენი პაროლის, მაგრამ ამ პრობლემას მე წავაწყდი სადღაც 6 თვის წინ, მე პაროლი არ მეყენა და ვერ მივხვდი რა პაროლს ვთხოვდა. ამიტომ უბრალოდ ავდიქი, დავადე ჩემ კომპიუტერს რაღაც პაროლი, შემდეგ ჩავწერე ეს პაროლი აქ და გამოვიდა. არ ვიცი რატომა ასე, უბრალოდ თქვენც ასე გააკეთეთ, თუ არ გიდეთ პაროლი და ადეთ კომპიუტერს ნებისმიერი პაროლი, მაგაზე არ მგონი არხის ვიდეო გაკვეთილის გადაღება, ყველამ კარგად იცით და თუ არ იცით YouTube, Google და სადღაც ნახევარ წუთში ისწავლეთ მის დაყენებას და შემდეგ უბრალოდ show და აქ წერთ პაროლს, მაგრამ კიდევ შემდეგ 2 თვის შემდეგ, როცა გადავაყენებ Windows-ი, წავაწყდი შემდეგ პრობლემას, როცა მე მინდოდა ასეთ რამის გაკეთება, მაშინ მომთხოვა იგივე პაროლი, ანუ პაროლი არასწორიაო თუ რაღაც ეგეთი აღარ მახსოვს, არ შემიშვა. ამიტომ გეტყვით მარტივ გზას თუ როგორ გამოვასწროთ ეს. აი ეს არის სკრიპტი, კოდი, რაც გინდა დაარქვით, რომლის საშუალებითაც ეს კოდი, კოდმოდი სიტყვაც გვეუბნება გვაძლევს საშუალებას, რომ გავხსნათ ნებისმიერი რამე ჩვენ კომპიუტერში, რაზეც აქამდე ქონდა შეზღუდვა და კომპიუტერი არ გვაძლევდა ამის საშუალებას. ამ კოდს ვწერთ notepad-ში, შემდეგ save-ეს და უბრალოდ ვასეივებთ bat ფორმატში. არაფერი ზედმეტი. და აი როგორც ხედავთ, კოდმოდი მზად არის. უბაც კომპონენტოსიო კოდმოდი დაყენებულია, არაფერი მეტი არ უნდა, ერთი კლიკით შეგიძლიათ 1-2 წადოთ მაინც, ან რომ არ გაიფარგოს რაიმე ეგეთი. და შემდეგ უბრალოდ ნებისმიერი პაროლი, მაგალითად fanovet.com-ის ვაჭერთ shows და შემდეგ აგვწერთ ჩვენს პაროლს. კომპიუტერის პაროლს, რომელიც უნდა დააყენოთ, თუ არ გიყენათ აუცილებლად, არ ვიცი რატომა ასე, ალბათ საჭიროა. ვაჭერთ OK-ს და აი ამოვაგდო ჩვენი პაროლი. ეს პაროლი მე არაფრად ჭირდება, იმიტომ ამას არ დავფარავ. Windows შემდეგში შეიძლება ვიღაცამ თქვას fake ვიდეო გაკვეთილია, აი როგორც ხედავთ ამოვაგდო პაროლი. სახელი არ შეიმჩნიო, არც პაროლი, უბრალოდ ტესტი იყო დეტექტივი 7 ლარი, არაფერი ზედმეტი. და რა ვიცი, დღევანდელი ვიდეო გაკვეთილი სულ ეს იყო. თუ მოგეწონათ ვიდეო გაკვეთილი, მოიწონეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი, თქვენ ამით ხელს უწყობთ არხის განვითარებას. რაზე გინდათ გადავიღო ვიდეო, ბოდიშთ მომწერეთ Facebook-ზე, Instagram-ზე, Twitter-ზე, სადაც გინდათ, ან საერთოდ დაწერეთ კომენტარებში. და არ დაიზაროთ, გამოიწერეთ არხი, თქვენ ამით ხელს უწყობთ არხის განვითარებას და გახსოვდეთ ჩვენ არ ვითხოვთ კლიკებს. მომავალ შეხვედრამდე.